ჩემთვის როგორც დედისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობა და მისი ჰიგიენა. სწორედ ამიტომ მე და ნიაკო მისი პირველი კიჭოს ამოსვლის წუთიდან ვულით მას. მათზე პატარა ლაქის არსებობის შემთხვევაშიც გავბივართ ლაივ-დენჩი და ჩვენ საყვარელ ნონა ექიმს მივმართავთ ხოლმე. 4 წლის ნიაკუნასთვის ეს რიგით მეხუთე ვიზიტია სტომატოლოგთან და მას აქვს პაწაწუნა ფერადი ბჟენები, მაგრამ ახლა საქმე წინა კიჭოს ეხებოდა და თავიდანვე შევამზადე, რომ ამჯერად ბჟენი იქნებოდა კბილისივე ფერი. ესეთი პაწაწინა ლაქა იყო, დიდი არაფერი, რაც შესაძლოა ბევრს ეფიქრა, რომ მე რა მაინც მოსაცვლელი კიჭუა და არა უშავსო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დროული ჩარევა, თუნდაც მოსაცვლელ კიჭოზე მომავალში მისი ჯანსაღი პირის ღრუს საწინდარია. და ასევე საფუძველი იმისა, რომ მომავალში ბავშვებს კი არ ეშინოდეთ კბილის ექიმების, არამედ უყვარდეთ, რადგან მათ ისინი გაიცნეს არა კბილის ტკივილის დროს, არამედ სასიამოვნო ფერადი ბჟენების გაკეთების დროს.